სანამ მახინჯაური ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში იყო, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობა მრავალწლიანი პრობლემის გადასაჭრელად წყლის მილები მიიღო. ქალაქთან შეერთების შემდეგ კი მილები ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა წყალსადენი მახინჯაურში, ბათუმის წყალმა გაიყვანა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილი მინების დანიშნულება კი ჯერ გაურკვეველია. მახინჯაურში ახალგაზრდობის ქუჩის 24 ნომერში მდებარე კორპუსისთვის გამოყოფილი წყლის მილები მოსახლეობას სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გადაეცა. თუმცა მას შემდეგ, რაც აღნიშნული ტერიტორია მერიის დაქვემდებარებაში მოექცა, კორპუს მილები ჩამოართვეს. მოსახლეობამ წყლის მილების საკუთარი სახსრებით დამონტაჟება ვერ მოახერხა. ამიტომაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა იგი ეკონომიკის სამინისტროს გადასცა. რომ რკინის ტრუბები არ ვარგა და გააკეთეთ პლასმასის ტრუბები. თქვენი სურვილი იყო ეგ? ალბათ მოსახლეობის და მოსახლეობის სურვილი იყო. მეტალის მილები იყო და გაიცვალა პლასმასის მილებში წყლის ყველა ოჯახში შეყვანით. წყალკანალმა გააკეთა ეს ბათუმის წყალმა უпроსტად. გააკეთა ეს ყველაფერი, სადაც აქტია მაგაზე და იმ მილების გადაცემაზეც მიღება-ჩაბარების აქტი არის დოკუმენტები, რომელიც წაიღო ეკონომიკის სამინისტრო. მოსახლეობამ თვითონ მათი სახსრებით ვერ გააკეთა. ამისათვის მოხდა შუამდგომლობა. ეს მილები სად არის თუ გაქვთ ინფორმაცია? ჩემთან რამდენად ცნობილი არის, მე არ ვიცი, ეს იყო გადაცვლა მოხდა სახლის თავმჯდომარესთან ზურაბ ჯიჯავაძის და წყალკანალის შორის ალბათ ეკონომიკის სამინისტრო. ურთიერთშეთანხმება გადაცვლა. 57 ცალის 340 მეტრი ლითონის მილის სანაცვლოდ აღნიშნულ დასახლებაში ახალი წყალსადენის ხაზი გაიყვანეს, რომელთაც გარდა კორპუსისა მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებიც დაკმაყოფილდნენ. სანაცვლოდ ის მილები, რაც გაიხარდა, სანაცვლოდ გადმოგცენ ის მილები, რომელიც მათ საკუთრებაში იყო. შემდეგ გაიყვა, რომ ეკონომიკის სამინისტრო მოგმართა, რომ ეს გადაცემული იყო მათთვის, მაგრამ საკუთარი არ იყო იმ ამხანაგობის, გაირკვა და მოგმართენ თხოვნით, რომ ეს მილები წაიღოთ ისე უკან ეკონომიკის სამინისტრო. რა თქმა უნდა, ჩვენ დაუბრუნეთ ეს მილები. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდობის 24 ნომერში მცხოვრებთათვის გათვალისწინებული წყლის მილები ამჟამად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეზოშია. როგორც აღნიშნულ უწყებაში განაცხადეს, პროგრამის ფარგლებში გადაცემული მილები გამოუყენებელი იყო. აღნიშნული მილები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე გადმოეცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში და შესაბამისად, როგორც მე საკუთრე, უფლებამოსილია ეს ქონება მართვას და განგარბოს. ესათვის არის მიღებული გადაწყვეტილება, გაგზავნილია თავმჯდომარის ბრძანების პროექტი მთავრობასადმი, რომ გადაეცეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, წყლის მილები ბათუმის მერიას შესაბამის დოკუმენტაციის მოგვარების შემდეგ უახლოეს პერიოდში გადაეცემა.